Opel Corsa B გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Opel-ის B სეგმენტის პატარა ჰეჩბეკია, რომელსაც გერმანული კომპანია 1993-დან 2000 წლამდე აწარმოებდა. Corsa B ევროპის გარდა ასევე სამხრეთ ამერიკაში იწარმოებოდა, ბრაზილიასა და არგენტინაში წარმოება 2016 წლამდე გაგრძელდა. Opel Corsa B-ს წარმოება 1993 წელს დაიწყო. მანქანამ კონვეიერზე მის წინამორბედი Corsa-ს პირველი თაობა ჩაანაცვლა. ახალი მოდელი რადიკალურად განსხვავდებოდა წინამორბედისაგან ვიზუალის მხრივ. Corsa B-ს დიზაინზე ჰიდეო კომადა მუშაობდა. იაპონელ დიზაინერს მრგვალფორმებიანი, აეროდინამიკური და 80 საათიანების მოდის შესაფერისი ექსტერიერი გამოუვიდა. Corsa ევროპაში მხოლოდ 3-კარიან და 5-კარიან ჰეჩბეკად იყო ხელმისაწვდომი. თუმცა იგივე სამხრეთ ამერიკაში Opel Corsa B-ს სხვადასხვა კონფიგურაცია არსებობდა. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, Corsa B საბოროების ბაზა 2443 მმ-ს შეადგენს. მისი წონა საშუალოდ 870 კილოგრამს აღწევს. Opel-მა მყიდველებს Corsa-ში ძარების მრავალფეროვნება შესთავაზა. ავტომობილი აღიჭურებოდა ბენზინისა და დიზელის ძრავებით. ბენზინზე მომუშავე ძრავების რიგს განეკუთვნებოდნენ 1 ლიტრიანი, 1.2 ლიტრიანი, 1.4 ლიტრიანი, 1.6 ლიტრიანი აგრეგატები. 1.5 ლიტრიანი და 1.7 ლიტრიანი ძრავები კი დიზელზე მუშაობდა. Opel Corsa ზოგადად წარმატებული და პოპულარული მოდელია. მისი პირველი თაობა 1982 წელს გამოუშვეს. დღესდღეობით ამ მოდელის მეექვსე თაობა გამოდის. თუმცა 6-ის თაობიდან ყველაზე გამორჩეული მეორე თაობაა Opel Corsa B, რომელიც 1998 წელს მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა.